მოგესალმებით მეგობრებო. დავითმა სწორად აღნიშნა, ცოტა ისეთ დრო მომიწია, რომ ლანჩსა და აი რაღაც საჭმელს რო ჩავდექი, მაგრამ შევეცდები რომ საინტერესო იყოს ჩემი პრეზენტაცია და ჩავეტიო დროში. მოკლედ მოგიყვებით ფოტორატორის შესახებ, იდეა როგორ დამებადა, რას ვაკეთებთ ახლა, გეგმები რა გვაქვს და ასე შემდეგ. მე ვარ გაბრიელ მელივა. მელივა გურული გვარია. ბოდიშს გიხდით რაღაც ფონტის პრობლემაა ეტყობა. მინდოდა ლამაზი ყოფილიყო, თუმცა მოგვიწევს ახლა ალბათ ესეთი რეჟიმით ყურება, ბოდიშს გიხდით ამისთვის. ბავშვობაში მეძახდნენ კოსმონავტს, უფრო სწორად მამა ჩემმა დამარქვა ეს სახელი. კოსმონავტი, იმიტომ რომ ძალიან ჯიუტი ვიყავი თურმე და ერთხელაც ზაფხულში გადავწყვიტე ჩამეცვა ზამთრის კოსმონავტის მაგვარი რაღაცა ჩაფხუტი და იმით მე მოძრავა. მითხრეს რომ არავ გაიხადე, მაგრამ ეს ჯიუტად ვაგრძელებდი ამის ტარებას მთელი ზაფხული ეგ მეცვა და იმის მერე სახშიც დღესაც კოსმონავტს მეძახიან ესე ვთქვათ. მოკლედ რო გითხრათ კიდე ჩემს შესახებ, ვარ ასე ვთქვათ ინფორმაციული ხამი. სულ მინდა რომ რაღაცა ინფორმაცია ვსკროლო ან ტელეფონში ან ინტერნეტში ან სადაც შემხდება ყველაფერს ვკითხულობ და სულ მეუნებიან გადააგდე ცოტა ხანი ეგ ტელეფონი, მაგრამ ალბათ დღეს ამის გაკეთება ცოტა ძნელია. ვარ დაქორწინებული, ყავს მეუღლე და ერთი შვილი. და რაც შეეხება ჩემ პროფესიულ გამოცდილებას, მოკლედ გეტყვით რომ მუშაობდი 8 წელი საბანკო სექტორში, ვარ ფინანსისტი. ვიყავი სხვადასხვა პოზიციებზე, მათ შორის წამყვანი კორპორატიული ბანკირი ვიყავი ბოლოს და მართავდი 100 მილიონამდე პორტფელს, თუმცა ერთ დღეს რადიკალურად შეიცვალა ჩემი ცხოვრება, ასე ვთქვათ, გადავედი სხვა სფეროში, სტარტაპების სფეროში და დღესდღეობით ვაკეთებთ ბიზნესს ჩემს გუნდთან ერთად და გვაქვს კომპანია ფოტორატორი. ეხლა მოგიყვებით თუ როგორ გაჩნდა ეს იდეა და როგორ სად ვდგავართ ახლა. თქვენ დაინახავთ აქ ძალიან დიდ ციფრს, ეს არის ტრილიონი. 2015 წელს კვლევების მიხედვით 2015 უფრო სწორად ტრილიონი ფოტო იქნება გადაღებული ყველა დივაისით, ასე ვთქვათ. მათ შორის მობილურით, კამერით, ციფრული კამერით და ასე შემდეგ. და რა ძალიან საინტერესოა, 80% გადაღებული ფოტოების მოდის ყველა მობილურზე. ეს კოლოსალური ციფრია ჩემი დაკვირვებით და იზრდება და იზრდება. წინა წელთან შედარებით 18%-ით გაიზარდა დაახლოებით ეს ციფრი. ნუ ეს დამოკიდებულია რა თქმა უნდა იმით, რომ ზოგადად სმარტფონების ბაზარი ძალიან იზრდება და ასევე აღსანიშნავია ის, რომ სოციალური ქსელები უფრო და უფრო მეტად ხარს უჭერენ, თქვათ, გადაღებულ ფოტოებს. Instagram-ი იცით რომ 400 მილიონი იუზერს აერთიანებს დღეს, დღის განმავლობაში 80 მილიონი ფოტო იტვირთება და კიდე იზრდება უფრო ეს ციფრი. მოკლედ იდეა დამებადა მე სწორედ Instagram-ის მოხმარებიდან, ხშირი მოხმარებელი ვარ და ვაფასებ დაბეჭდილ ფოტოებს. ანუ ხშირად ვცდილობ რომ დავბეჭდო ეს და როდესაც დავფიქრდი იმაზე რომ დღესდღეობით ადამიანი სოციალურ ქსელიდან ვერ ახერხებს ფოტოების დაბეჭდვას, ცოტა დაუღონდი ასე ვთქვათ და ვიფიქრე რატოა ეს ასეთი რთული, ვთქვათ, რატო არ შეიძლება რომ ფიზიკური სამყარო უფრო ხელმისაწვდომი იყოს, ვიდრე ვთქვათ cloud-ზე არსებული ფოტოები, რომელსაც ჩვენ ალბათ წელიწადში ერთხელაც შეიძლება არ ვთვალიერებდეთ და ალბომში ჩაკრული ფოტოები, ჩემი აზრით, უფრო მეტად ხელშესახებია, უფრო მეტად საინტერესოა და უფრო მეტ გრძნობებს აღძრავს. ეს იყო ჩემი ინსპირაცია, როდესაც ამ პროექტზე ფიქრი დავიწყე და დავძებნე ინტერნეტში, ხომ არ იყო რაღაც ისეთ საშუალება, რომელიც მაძლევდა მარტივად Instagram-იდან ფოტოების ამობეჭდვის საშუალებას. ნახე სხვადასხვა ხო, ნუ რაც იყო პირველი გაკვეთილი ჩემთვის ეს იყო, რომ იფიქრე გლობალურად, მაგრამ დაიწყე მცირედით. სწორედ ეს ციფრები იყო გლობალური ინსპირაცია ჩემი. რაც შეეხება ინტერნეტში, თქვათ, იმ დროის ეს არის 3 წლის წინანდელი, დაახლოებით 3 წლის წინანდელი ამბავი, როდესაც მე ამ პროექტზე ფიქრი დავიწყე. შევედი ინტერნეტში და ვეძებდი ისეთ საშუალებას, მენახა აპარატი,
რომელიც დააბეჭდავდა მარტივად Instagram-დან ფოტოებს. ანუ სადაც ფულს შეაცურებდი, გადაიხდიდი ადგილზე და იქვე მიიღებდი ფოტოს. ნახე რომ არსებობდა აი ესეთი ჯიხურები, ეს იყო ეხაც გავრცელებულია და დაახლოებით 100 წელია მსგავსი რაღაც არსებობს. არსებობს კიდე ბევრი ესეთი ჩინური დანადგარი, რომელიც ბანკომატს გავს და ვერ გაიგებს საერთოდ რომ ფოტოს ბეჭდავს. და იყო რაღაცა სხვა კიდე მსგავსი აპარატები, რომლებიც Instagram-დან კი გაძლევდა საშუალებას რომ დაგებეჭდა, თუმცა რაღაც ბევრი ეტაპი უნდა გაგიარა და გეწვალა ამისთვის. და 2014 წლის დასაწყისში ჩვენ ამ პროექტის თქვა პირველ ეტაპზე ვიყავით, ასე თქვა და შევქმნით პირველი პროტოტიპი, რომელსაც მემოგრამი ერქვა მაშინ ამ თვითმოსახურების აპარატსაც. თუმცა შეგახსენებთ რომ მემოგრამი იყო გვაქვს ასევე დღესაც კომპანია რომელიც მუშაობს ივენთებზე დავტოვეთ ანუ ივენთების ნაწილი თუმცა ეს თვითმოსახურების კიოსკი თქვა რებრენდინგი გაუკეთე და დავარქვით ფოტორატორი ეს აპარატი საკმაოდ წარმატებული იყო იმ გარემოებიდან რაც თვითონ უნდა ქონოდა თქვა რაღაც ხედავთ რომ არაფერი განსაკუთრებული არ არის, Instagram-ის ფორმა ქონდა, მარტო პროგრამული უზრუნველყოფაც შედარებით ცუდად მუშაობდა და მაგრამ ამან მოგცა ბიძგი რომ გვემუშავა კიდევ და რაღაცა უფრო სერიოზული გაგვეკეთებინა. 2014 წელს მივიღე ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ჩემს ცხოვრებაში. მივხვდი რომ ბანკში მუშაობა ძალიან მაგარია, ბევრი რაღაცა მომცა, მაგრამ არ მინდა რომ ეს ვაკეთო, მე მინდა სულ სხვა რაღაცის კეთება. და ეს სხვა რაღაცის კეთება უფრო საინტერესოა ჩემთვის. აუდექი წამოვედი ბანკიდან და ისევ ანუ ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღე ჩემს ცხოვრებაში, რომელიც შეიძლება ბევრი არ მქონოდა აქამდე მიღებული. და შევქმნი კომპანია ფოტორატორი Vega Startup Lab-თან ერთად. თქვენ შეიძლება ბევრმა არ იცოდეთ, მაგრამ არის ესეთი ორგანიზაცია Vega Startup Lab-ი. ეხმარება დამწყებ კომპანიებს ბიზნეს კეთებაში, შემოდიან თანხით ინვესტიციაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს საქართველოში ამას ბევრი არ აკეთებს. და მათთან ერთად შევქმენი პირველი მოდელი, ეს ახალი ფოტორატორის, რომელსაც აქვს უკვე ბეჭდვის 3 მოდული, ბეჭდავს Instagram-დან ფოტოებს, ან მარტივად შეგიძლია მიხვიდე და ამობეჭდო. ეხლა კი დგას აქ ჩვენი აპარატი, თუმცა ინტერნეტის პრობლემა გვაქვს რატომღაც და Instagram-ის თუ ვერ ისარგებლოთ, ისარგებლეთ თუმცა კამერით და Bluetooth-ის მოდულით. გაგზავნით ფოტოს და დააბეჭდავთ. დიზაინი ფოტორატორის შექმნილია სპეციალურად ჩვენთვის, ძალიან ბევრი ვიმუშავეთ დიზაინის შექმნაში დაგვეხმართ ცნობილი ქართველი დიზაინერი ზვია ციკოლია. ძალიან ბევრი რაღაც გავითვალისწინეთ ინოვაცია, იგივე თქვათ ტევადობის კუთხით. მასში ჩავტენეთ ძალიან ბევრი აპარატურა, რაც თქვათ სხვა ანალოგებში არ გვხვდება. 4-ჯერ მსუბუქია სხვა ანალოგებზე, რაც წეღან ვახსენე და კიდე რაც გამოჩნდა იმის შემდეგ. აქვს კიდე პლუსი ის, რომ ღერძზე ტრიალებს და შეიძლება ფოტოების გადაღება პანორამის მიხედვით შეარჩიო. და რა თქმა უნდა, მაღალი ხარისხის ტექნიკით არის აღჭურვილი. აქვს, ხედავთ რომ რაც მეგობრული დიზაინი. ინტერფეისი არის უმარტივესი, ასევე თანამედროვე flat დიზაინია, მულტიენების ხარდაჭერა აქვს. აქვს selfie, standby არის რეკლამებისთვის. ნუ რა თქმა უნდა, ჩვენ როდესაც ამ აპარატს ვაპროექტებდით, ბევრი ვიფიქრეთ ვის უნდა გამოეყენებინა ის და მარკეტინგული კუთხითაც რომ საინტერესო ყოფილიყო კომპანიებისთვის, შესაბამისად ფოტორატორის დაბრენდვა შეიძლება კომპანია თუ მას შეიძენს დააბრენდავს როგორც ფოტოს, ასევე stand-by რეჟიმს, ასევე გვაქვს გათვალისწინებული product placement-ის განყოფილება ფოტოების ბოლო ეტაპზე და რა თქმა უნდა თვითონ ფოტოები შეუძლია დააბრენდოს კომპანიამ, განათავსოს თავის ლოგო, ასევე ლოკაცია და ასე შემდეგ და გამოიყენოს თავის მარკეტინგული მიზნებისთვის კარგად. პროგრამა არის Linux-ის ბაზაზე დაწერილი. ჩვენი გუნდი დღესაც მუშაობს ამ პროგრამის დახვეწაზე და განვითარებაზე, სუამატეთ ახალ-ახალ რაღაცებს. არის ონლაინ ადმინისტრირების პანელი, რეპორტინგი და ასევე SMS-ით შეგიძლია მართოს სრულად რა მონაცემებია და როგორ მიდის თქვათ მუშაობა კონკრეტულ ლოკაციაზე.
რას, აი რა ვისწავლე, თქვათ ამ დროს, როდესაც ჩავერთე სტარტაპში, არის ერთადერთი და მნიშვნელოვანი ისიც, რომ ყოველთვის კითხე პროფესიონალებს რჩევა, მათთან ერთად იყავი, მაგრამ შენც გახდი პროფესიონალი და იფიქრე ყოველთვის იმაზე, როდის რა შეგიძლია განავითარო და როგორ შეიძლება მათ დაეწიო და შემდეგ შეიძლება მათაც ასწავლო რაღაცა. ბიზნესის კუთხით რაც შეეხება, დღესდღეობით ჩვენ როგორც წეგან აღნიშნე ვარ ჩვენი გუნდი ჩართული Vega Startup Lab-თან ერთად აქსელერატორში. გვაქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა ინოვაციების ტექნოლოგიების სააგენტოსთან, ბატონ ირაკლის ვერ ხედავ, მადლობთ. და 4 თვეა დავიწყეთ გაყიდვები და დაახლოებით 12 ერთეული გავყიდეთ უკვე, არანაირი მარკეტინგული ღონისძიება ჯერჯერობით არ ჩაგვიტარებია. ერთი კლიენტი მოვიდა, რომელმაც მე სხვა კლიენტები მოგვიყვანა, გავყიდეთ ყველა საზღვარგარეთ. 7 ცალი გაიყიდა რუსეთის ტერიტორიაზე, 1 ცალი აქედან მათ წაიღეს ესპანეთში, 4 ცალი გაიყიდა კიდე დუბაიში და ჩვენ თვითონ ვაპირებთ, ეხლა კიდე საქართველოში დავდგათ რამდენიმე ლოკაციაზე. თუმცა საქართველოშიც აქტიურად ვიწყებთ გაყიდვების კამპანიას და იმედია მალე ბევრგან შეგვხვდება ჩვენი ფოტორატორი. კონკურენტები რუსულ ბაზარზე საბედნიეროდ გამოჩნდნენ, ეს იმას ნიშნავს, რომ ესე იგი მსგავს რაღაცაზე მოთხოვნა არსებობს და უყვარს ხალხს Instagram-ის ფოტოები და მისი დაბეჭდვა. ჩვენ ძალიან გვიხარია და ვაპირებთ, რომ მათ ვეჭიდაოთ პროდუქტით და არა უნიკალურობით. არის ასევე დიდი მოთამაშეები, რომლებიც დალისტულია London Stock Exchange-ზე, Photo.me, არის კიდე ამერიკაში რაღაც მსგავსები, თუმცა აი სრულად რომ აი ესეთი ფუნქციონალით იყოს აწყობილი, ჯერჯერობით მე არ შემხვედრია, თუ შეგხვდებათ, მითხარით. გეგმებს რაც შეეხება, გვინდა რომ აქტიურად გადავიდეთ უფრო მაღალი სტანდარტის ტექნოლოგიებზე, რასაც ქვია embedded სისტემები, ანუ უფრო ჩვენზე მორგებული აპარატურა გამოვიყენოთ და უფრო მაღალ ტექნოლოგიური და პროგრამული უზრუნველყოფაც იყოს შესაბამისად მორგებული ამ სისტემებზე. შევქნათ უნიკალური ფოტომასალა, თქვენ ალბათ გახსოვთ, თუ დაათვალიერებთ ძველ ალბომებს, შეგხვდებათ იქ უფრო სკელი ფოტოქაღალდი, რომელიც უფრო დიდხანსაც ძლებს და უფრო რაღაც სხვანაირია, კარდონის მსგავს. აი მუშაობთ რომ რაღაც მაკეტკენ წავიდეთ და საინტერესო იყოს ეს ფოტომასალა. ნუ რაც შეეხება ბიზნეს კუთხით, ვფიქრობთ, რომ 2017 წელი დავხუროთ 150 ერთეულის გაყიდვით და ძალიან მაგარი შედეგი იქნება. ეს ვფიქრობ, შეიძლება მეტიც იყოს. და გვინდა რომ რაღაც უფრო მასშტაბური შევქნათ, რომლის იდეებზეც მუშაობთ და მაგას მომავალში გაცნობთ, ეს რა იქნება. ბოლომ გაკვეთილი ჩემთვის არის ის, რომ ყოველთვის შეიცვალე ისე, რომ განვითარდე და არასოდეს გაჩერდე. მადლობთ მეგობრებო და გთხოვთ კითხვები დამისვათ. კითხვები? ფასს რაც შეეხება, ერთეულის ფასი საზღვარგარეთ რაც ჰქონდა გაჟღერებული და რაც შევადარეთ, ანუ კვლევის შედეგად, ნახეთ ანალოგები რა ღირდა და ავიღეთ მინიმალური $6,000-დან იწყება მსგავსი აპარატურა, რომელსაც აქვს ხურდის დამბრუნებელი სისტემაც, ქაღალდის ფულის მიმღებიც, უმაღლესი ხარისხის პრინტერი და ასე შემდეგ. მოკლედ ჩვენი თითოეულის ფასი არის $6,000, თუმცა ეს საზღვარგარეთ საქართველოში ვფიქრობთ, რომ უფრო დაბალ ფასს დავაწესებთ. დიახ. ფოტოს დაბეჭდვა დამოკიდებულია იმ ლოკაციაზე და იმ პიროვნებაზე, ვინც ფლობს ამ აპარატს, ფოტორატორს. ანუ შენ შეგიძლია ნებისმიერ მომენტში ტელეფონიდან შეუცვალო თითოეულ მოდულს ფასი. შეგიძლია Instagram-ს დაადო, თქვათ $2, გადაღება $3 და ეგ ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ერთი კითხვა მაქვს. თქვენ მთელი პრეზენტაციის განმავლობაში საუბრობდით აი ტექნიკურ წინსვლაზე, რომ გინდათ უფრო advanced სისტემებზე გადასვლა და ასე შემდეგ. და ამჯერად საქართველოში რამდენად არის თქვენ სერვისზე მოთხოვნა, მაინტერესებს რომ გიღირდეთ უკვე შემდეგ სისტემებზე განახლება და upgrade, იმიტომ რომ მე მაგალითად ხშირად არ მსმენია რომ ამას ვინმე იყენებდეს, ან
დიწრეში რა და ამიტომ მაინტერესებს ზოგადად როგორი სიტუაცია, ამიტომ რეალურად ეს სისტემები რო გახდეს ცნობილი, ამისთვის ბევრი რაღაცის შეცვლა არის ხალხში საჭირო, იმიტომ რომ ბევრისთვის ფიზიკური ფოტო დღეს არ არის მიმზიდველი, თუნდაც თუ სპეციალურად რაღაც ადგილზე არის მისასვლელი და იქ დასაბეჭდი და უბრალოდ მაინტერესებს ამაზე თქვენი აზრი როგორ მიპასუხებთ. მადლობთ, გლობალური კითხვაა და გაგცემთ პასუხს. ფოტოს ბეჭდვა დღესდღეობით რო აიღოთ, თქვა პროცენტული შეფარდება ადრე რასაც ბეჭდავდნენ და ეხა როგორც იბეჭდება, რა თქმა უნდა, ძალიან მცირე არის ეს შედარება, მაგრამ ჩვენ თუ შევხედავთ სტატისტიკას, რომელიც აქ არ მოვიყვანე, მაგრამ ისე ზეპირად გეტყვით, არის მზარდი. ანუ ტრენდი ზოგადად ბეჭდვის იზრდება, იყო ჩავარდნა სადაც 2007 წლიდან 2013 წლამდე დაახლოებით, თუმცა ეხა წამოვიდა და ისევ იზრდება. შესაბამისად, Instagram-ზეც არის პოპულარიზაცია იმის, რომ ანუ სხვადასხვა სერვისების მიერ რომ დაუბეჭდოთ ფოტოები. ჩვენ ვცდილობთ, რომ ზოგადად საქართველოში ეგ ტრენდი ასე ვთქვათ, დავნერგოთ და შემოვიტანოთ, ვთქვათ, ანუ ხალხს უბიძგოთ იმისკენ რომ ფოტოები ბეჭდონ. რამდენად გამოგივեք, არ ვიცი, თუმცა ჩვენ აი ეს მემოგრამი, რომელიც ვახსენეთ, იქიდან შეგვიძლია სტატისტიკა ავიღოთ, ივენთებზე ვაქირავებთ აღნიშნულ აპარატებს და წელიწად ნახევრის განმავლობაში დაახლოებით 120-მდე ივენთი ქონდა და დაუბეჭდეთ დაახლოებით 35,000 ფოტო. რაც იმის საშუალებას გვაძლევს ვიფიქროთ იმაზე, რომ ეს მზარდი ტენდენციაა. მაგას გარდა, ანუ ჩვენ დიდ გათვლას არ ვაკეთებთ, რომ ადამიანი ყოველთვის დაბეჭდავს ამას. ანუ ჩვენ გათვლას ვაკეთებთ უფრო ორგანიზაციებზე, რომლებიც შეიძენენ აღნიშნულ აპარატს და გამოიყენებენ თავის მარკეტინგული მიზნებისთვის, რაც ვთქვათ, დიდი სფერო არის, ასე ვთქვათ რა. მადლობთ. ისმენ დავით. ერთი კითხვა მაქვს. ხო, არა, მანამდე ნათქვამს მინდა დავამატო, სანამ სხვა კითხვას დასვამთ რა, რომ ფოტოგრაფიაში ზოგადად ჩვეულებრივი ბეჭდვა ცხადია დაუნტრენდშია და არავის მაგის ილუზია არ უნდა გქონდეს ახლა. ვინც მაგალითად დისნეილენდში ყოფილა ან ლონდონის ნებისმიერ ატრაქციონზე, ემახსოვრება, რომ არის event based ბეჭდვა არის ძალიან წარმატებული და experience-ის ნაწილი როცა არის ბეჭდვა, მაშინ არის ეს წარმატებული. რაც მე მგონია, რომ ფოტორატორის ერთ-ერთ ფუნქციად გაქვს დღეს დანახული და მე მგონი მაგით ხარეს მოგიწევთ თქვენ დაფოკუსირება ადრე თუ გვიან, იმიტომ რომ მომხმარებელს მოუნდება ამის ბეჭდვა მხოლოდ მაშინ თუ რამე experience-ის ნაწილში არის ჩართული და კონკრეტული ინტერესი აქვს იმ მომენტში, იმიტომ რომ მართლა როგორც აღნიშნეს, ახლა მივიდე და მე რაღაც დროის მერე დაუბეჭდო, ეგ არ ვიცი რა, და უნდა მაინტერესებდეს რა. და მე მგონი ამაზე გქონდათ თქვენ თავის ზოზე ნაფიქრი. კი, მაგ კუთხით სწორი შენიშვნა, ანუ ჩვენ უნდა მოვძებნოთ ის სეგმენტი, რა სეგმენტზეც ძალიან კარგად იმუშავებს ფოტორატორი. ეს შეიძლება იყოს კონკრეტული ლოკაცია და ამის ტესტირება ჩვენ უნდა გავაკეთოთ, აი სად უფრო მეც ბეჭდავენ და ჩვენი გამოცდილებით უფრო მეც ბეჭდავენ ისეთ ადგილებში, სადაც ამის დრო გააქვს, ასე ვთქვათ, გამვლელი ტიპმა შეიძლება უფრო ნაკლებად დაბეჭდოს, ვიდრე ვთქვათ რაღაც სიტუაციაში, როდესაც ბევრი ხალხი, აი მაგალითად დღეს ესეთ დროს და მსგავსი ლოკაციების შერჩევაზე ვართ გადართული. ბოლო კითხვა თუ შეიძლება და შემდეგ მანჩზე წავიდეთ. ძალიან საინტერესო პროექტია, წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა. ტექნიკური კითხვა მაქვს. კომერციულ შემთხვევაში, როდესაც აპარატი თქვათ ფულად იმას აიღებს მომხმარებლისგან და თქვენ მოდელი გაქვთ აგებული, რომ სხვადასხვა ქვეყნებში ყიდით მაგას. სკანერი, რომელიც ფულს ასკანირებს, ის არის მორგებული ყოველივე ვალუტაზე, ანუ არ არის უნიფიცირებული ყველასთვის. ამ საკითხს როგორ აგვარებთ? მადლობთ. ეს ყველაზე ნაკლები პრობლემაა დღესდღეობით, იმიტომ რომ ჩვენ აპარატურას, ფულის მიღება აპარატურას ვყიდულობთ ოფიციალური წარმომადგენლებისგან და მათთან ვათანხმებთ წინასწარ რა ვალუტაზე გვინდა, რომ ეს იყოს დაპროგრამებული. თუმცა ჩვენც გვაქვს სპეციალური მოწყობილობები, რომლითაც ყოველთვის შეგიძლია გადააპროგრამო და ნებისმიერ ვალუტაზე წააკითხო. არის ასევე შესაძლებლობა, რომ თქვა დოლარიც წაიკითხოს და ლარიც, თუმცა რეკომენდირებული არ არის. ინდივიდუალური, ანუ ქვეყნის მიხედვით ვაპროგრამებთ ამ აპარატურას. ფოტოები ინახება ჩვენს
სერვერზე, თუმცა იქ ბეჭდვის დროს გაქვს არჩევანი, რომ QR კოდი დაურთო თუ არა, QR კოდს თუ დაურთავ, მაგ შემთხვევაში ფოტო ინახება ჩვენ სერვერზე, თუმცა ამ ფოტოზე წვდომა მხოლოდ შენ გაქვს, იმიტომ რომ უნიკალურ ჩვენ ვინახავთ, დიახ. გამარჯობა, თამარ ბალათაშვილი. ზუსტად security-ის შესახებ მაქვს კითხვა. იქიდან გამომდინარე, რომ ამ ფოტორატორს. ხო. ფოტორატორს აქვს Wi-Fi და Bluetooth-ი. და ხალხმა მობილურიდან შეიძლება დაბეჭდოს ფოტოები და მაინტერესებს ვინმე ჰაკერი ვთქვათ თუ შეძლებს რამენაირად გამოიყენოს Wi-Fi ან Bluetooth-ი რომ შეაღწიოს თვითონ ამ მოწყობილობაში და მოიპაროს ეგრე ვთქვათ ეს ფოტოები. ბოლოს წავიკითხე რომ რაღაც პენტაგონის გატეხოსაც ცდილობდნენ. თუმცა არ გამოუვიდათ, მაგრამ ჩვენ მაინტერესებს რამდენად safe არის ამ მოწყობილობის გამოყენება თუ იმ შემთხვევაში თუ მობილურიდან გვინდა ამ ფოტოების დაბეჭდა. კი ბატონო, გეტყვით, ჩვენ სლაიდშიც იყო ნახსენები, რომ ვიყენებთ Linux-ის სისტემას და Linux-ის სისტემას კიოსკის მოუჩი, რაც იმას გულისხმობს, რომ ზედმეტი ვთქვათ კომუნიკაციის საშუალებები ჩვენ გათიშული გვაქვს და ვიყენებთ ზუსტად იმ პროტოკოლებს, რაც ფოტოს გაცვლისთვისაა საჭირო. ანუ Bluetooth-ით არ შეგილია ფოტოს გარდა სხვა რამე გაგზავნო და რაც შეეხება Wi-Fi-ზე სიხშირის გადაჭრას და იქ რაღაც მაგაზე ჯერ კვლევა არ ჩაგვიტარებია, ეგ ჩვეულებრივ ზოგადად Wi-Fi-ის რაც ეხება იგივე პრობლემები აქვს. თუმცა რაღაც ისე განსაკუთრებულს ვერ ხედავ. დიდი მადლობა გაბო.